თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ისტორის მაღაზია გაძარცვეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ტექნიკის მაღაზია აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ ძარცვაში მონაწილე პირები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან. მარნეულში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ შუადღის საათებში მოხდა. სახლში შუახნის ქალი იმყოფებოდა, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სახლიდან წაღებულია 14,000 ლარი და ძვირფასეულობა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მკვლელობის საქმეში ბრალდებული ორმუღალოს მკვიდრ მუჰამედ ალიევის ოჯახის წევრებმა და სოფლის მოსახლეობამ სასამართლო შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეომასალა და ექსპერტიზის დასკვნა არ არის სათანადოდ გათვალისწინებული. სასამართლო პროცესი კი ხელოვნურად ჭიანურდება. სოფლის მცხოვრებლებიც თქმით, მუჰამედ ალიევი უდანაშაულო და ისინი გამოძიების ობიექტურად ჩატარებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები შესაბამისი სახელმწიფო უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გაწევისკენ მოუწოდებენ.